დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებულმა საგადასახადო შეღავათების შესახებ კანონპროექტმა დიდი დაპირისპირება გამოიწვია. ბოლოს კი ისე გამწვავდა, რომ ტრამპსა და მასკს შორის ეგრეთ წოდებულ პოსტების ომში გადაიზარდა. ილონს დამედიდებული ურთიერთობა გქონდა, თუმცა ვფიქრობ აღარ გვექნება. ილონით ძალიან იმედგაცრუებული ვარ. მან ამ კანონპროექტის შესახებ იმაზე მეტი იცოდა, ვიდრე ნებისმიერმა აქ მყოფმა. მას პრობლემა არ ჰქონდა და უცებ გაუჩნდა. ალბათ თეთრი სახლი და ოვალური ოფისის გლამური ენატრება. მასკმა პლატფორმა X-ზე სენატორებს მოუწოდა კანონპროექტი მოკლა. მილიარდერი დარწმუნებულია, რომ ტრამპი საკანონმდებლო ავანტიურა ქვეყანას გააკოტრებს. ტრამპის საარჩევნო კამპანიის მთავარმა დამფინანსებელმა ისიც უარყო, რომ კანონპროექტზე რაიმე იცოდა და პრეზიდენტი უმადურობაში დაადანაშაულა. სიცრუეა ეს კანონპროექტი ჩემთვის ერთხელაც არ უჩვენებიათ და შუაღამით ისე სწრაფად მიიღეს, რომ კონგრესში მისი წაკითხვაც ვერავინ მოასწრო. უჩემოდ ტრამპი არჩევნებს წააგებდა რა უმადურობაა. პასუხს პასუხი ბრალდებას კი ბრალდება მოყვა. პრეზიდენტი ამბობს, რომ მასკი თესლაზე სუბსიდიების გაუქმებამ განარისხა და იგი უბრალოდ გაგიჟდა. ილონი ნელ-ნელა ღიზიანდებოდა და ვთხოვე წასულიყო. მე მას ელექტრომობილების მანდატი წავართვი, რომელიც ყველა არასასურველი ელექტრომანქანების შეძენას აიძულებდა. მან თვეობით ადრე იცოდა, რომ ამას გავაკეთებდი. შემდეგ კი უბრალოდ გაგიჟდა. ბიუჯეტში მილიარდობით დოლარს დავზოგავთ, თუ კი ილონის სამთავრობო სუბსიდიებსა და კონტრაქტებს გავაუქმებთ. ამ პასუხს კი სკანდალური ბრალდება მოყვა. მასკმა ტრამპს ეპშტეინის სკანდალთან შესაძლო კავშირი გაახსენა. მისი თქმით, შტატების პირველი პირი ტრაფიკინგისა და პედოფილიაში ბრალდებული ჯეფრი ეპშტეინის საქმის ფაილებში ფიგურირებს. დროა ნამდვილი ბომბი ჩამოვაგდო დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებშია. ეს არის ნამდვილი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ასაჯაროვებენ ამ დოკუმენტს. დასავლურ მედიაში აქტიურად წერენ იმის შესახებ, რომ ორ ეგოცენტრულ ფიგურას შორის დაპირისპირება დროის საკითხი იყო. თუმცა არსებობს ვარაუდი განხეთქილების ხელოვნურად ინსპირირების შესახებაც, რათა კანონპროექტს დემოკრატებმა მხარი დაუჭირა.